ხელახალი არჩევნების მოთხოვნა არ არის მხოლოდ გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებული მოთხოვნა შეიძლება დადგეს იქიდან გამომდინარე რომ მაგალითად თქვა გირგვლიანის შემთხვევაში მოთხოვნა ანუ თვითონ გირგვლიანის შემთხვევა უკვე საკმარისი იყო ხელახალი არჩევნის მოთხოვნისთვის იქ საპარლამენტო არჩევნები არაფერ შუაში არ არის თუ საპრეზიდენტო არჩევნები ხო ანალოგიურად ის რომ ადამიანებს მასობრივად გაუსწორდნენ და დაარბიეს ეს საკმარისია რომ შენ ხელახალი არჩევნები მოითხოვ და არაფერ შუაში არ არის აქ არც რადიკალიზმი და ასე შემდეგ აი უბრალოდ რადგან სულ გირგვლიანზე ვსაუბრობთ ხოლმე და აი ეგ წამოღებული მაქვს ეს არის იოსებ გორგაძე მაგალითად არ ვიცი თუ გეცნობათ ეს ადამიანი ან ეს არის დავით გუჯეჯიანი მეორე ადამიანი 2025 წელს ეს ორივე ადამიანი არის სასტიკად ნაწამები პენიტენციურ დაწესებულებაში და ორივე სასტიკად ამაზე შესაბამისად არ ვიცი მაგრამ შემიძლია იგივე მოხდეს პოლიციელის ამომწვარი ან ვინ იწყებს აქ არის თავი ანუ თქვენ ამბობთ რომ ანუ დაიწყეს პოლიციამ უთხრა დაიშალეთ ნუ არბეთ და მე პოლიცია მიიღო დაშლის ბრძანება იოსებ გორგაძის შემთხვევა ცალკეულ შემთხვევაზე საუბრობ რომელსაც მე არ ვიცნობ ხო და არა მე ხო და მე ამ ცალკეულ შემთხვევაზე გეუბნებით რომ სულ თავი დავანებოთ საპარლამენტო არჩევნებს აი ეს ცალკეული შემთხვევა ჩემთვის და მოქალაქეებისთვის არის საკმარისი იმისთვის რომ ჩვენ მოვითხოვოთ სულილება ქართული ოცნების რეჟიმის და ხელახალი არჩევნების დანიშვნა